საღამომშვიდობისა მოგესალმებით სრულიად საქართველოს და საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეხლა დაველოდები თუ ვინმე შემოვა და შემდეგ ჩემ ლაივ ჩართვას მოკლე მექნება ჩართვა მართალია მინდა რომ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა არის ჩვენი ყოფის ეს გამოწვევა, რომელიც 33 წელიწადია მიმდინარეობს და ვერ შეიგრძნო ქართველმა ერმა ის თუ რა არის საკეთებელი. რაშია გამოსავალი რეალურად მოგესალმებით ვერ გხედავთ რომელი ხართ, მაგრამ სალამი. ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე დგას დღეს ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი. რეალურად ჩვენ უსულო საგნებს ვებძვით, რეალურად ქართველმა ერმა არ ვიცით და ტერი ვინ არის და საიდან მოდის რეალურად და როდესაც შენ არ იცი მტერი და უსულობას ებძვი, შეუძლებელია იქ გამარჯვება იზემოს ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ერმა. ჩვენ კარგად ვიცით რამ ხელა ძნელჟამობა უდგას ქართულ სახელმწიფოს მას შემდეგ რაც საქართველოში ეროვნული ხელისუფლება დაემხო და ეროვნული სახელმწიფოებრიობა დაემხო. შემდეგ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. ეს უდიდესი ისტორიული მოვლენა, უდიდესი ტკივილია ქართული სახელმწიფოებრიობისა. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, რადგან მასთან ერთად რეალურად მოკლეს ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა, მოკლეს ქართული სახელმწიფოებრიობა. და დღესაც კი 33 წლის შემდეგ მიმდინარეობს ბატონი ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უკვე ზეცაში. ცდილობენ ეს დანაშაულებრივი უზურპირებული ხელისუფლება ჩანაცვლებით, შენაცვლებით, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, რათა განდევნონ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ქართველი ერიდან, როგორც ტაძრებში და მონასტრებში ჩაბუდებული ბოროტების კაკების, ბოროტების მსახურები დევნიან ქრისტეს, ისე ქართველი ერი დევნის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. იმ ზეციურ მოვლენას, რომელიც მამა ზეციერმა მოგვივლინა ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ქართველ ერს. და დღესაც 33 წლის შემდეგ დევნით ამ უდიდეს მამულიშვილს. და არა მარტო ქართველი ერი, არამედ ის ადამიანები, ვინც ერთდროს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდზე იდგნენ ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობაში. თვითონ იმ ადამიანებიდანაც იდევნებიან ბატონი ზვიადი და ბატონი მერაბი. ისე შეერწყნენ ამ დანაშაულების სისტემას და ზვიადს და მერაბს როგორც მიწიერ მოვლენად მოგვივლინებენ. არა და ისინი იყვნენ ზეციური მოვლენები. მათი ბრძოლა იყო ზეციური. ქრისტეს მიერი ბრძოლა იყო. აი იმ ბოროტების რასაც ერქვა ათეიზმი, უღმერთობა, საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიალიზმი. შეუძლებელია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე ილაპარაკო მიწიერად, პოლიტიკოსებად, როდესაც ისინი ზეციური მოვლენა იყო. რეალურად
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ იქნა ქართველი ერი შემოტრიალებული უღმერთობისაგან, ღმერთისაკენ, ქრისტესაკენ, ტაძრებისა და მონასტრებისაკენ, როდესაც 80-იანი წლების დამლევს ტაძრები და მონასტრები ცარიელი იყო, მხოლოდ აღდგომასა და თუშობას შევიდოდნენ. მაგრამ როდესაც ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა, ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა, როგორც დიდი ზვიადი ეძახდა, ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა, თავისი არსით რელიგიური მოძრაობა, ქართველი ერი ღმერთისკენ შემოტრიალდა, ქრისტესკენ შემოტრიალდა. ეროვნული ხელისუფლება იყო, რომელმაც ეს უღმერთო საბჭოთა კომუნისტური პრაზნიკები, როგორც საქართველოში ეძახდნენ, პრაზნიკებს 7 ნოემბერს, 9 მაისს, 1 მაისს აკრძალა და რელიგიური დღესასწაულების შემოიღო დასვენების დღეებად ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესმა საბჭომ, ეროვნულმა პარლამენტმა ზვიად გამსახურდიას მეოხობით. და არა ილია მეორემ და ეგრეთ წოდებულმა წმინდა სინოდმა, არამედ ეროვნულმა პარლამენტმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეოხობით დაიწყო დამკვიდრება ქრისტიანული ერთიანი უძლეველი საქართველოს, რასაც აღუდგა წინ კრემლის ბოროტების იმპერია, ევროამერიკული იმპერიალიზმი, რადგან ქართული სახელმწიფო რეალურად სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობის სულით დაიწყო გეზი, დიდი საქართველოსი, დიდი დავით აღმაშენებელისა და თამარის, ფარნავაზის საქართველოსკენ. ამას შეუშალეს ხელი ზუსტად კრემლის და ევროამერიკული იმპერიალიზმის კოლაბორანტურმა ნეობოლშევიკებმა, წითელმა ინტელიგენციამ, ფსევდოეროვნულმა მოძრაობამ, რომლებიც ერთიანად აღდგნენ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ 1991-92 წლებში. და დღესაც ქართველ ერს ვერ გაურკვევია სად არის სიმართლე, სამოქალაქო ომი, რომელი სამოქალაქო ომი, როდესაც 1991 წლის 21 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ერცელმა გამოუცხადა საქართველოს ომი, იმიტომ რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიამ ხელი არ მოაწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, ესენგეზე ხელი. და სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული ეროვნული ბლოგერები, ეგრეთ წოდებული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები დღეს ამაზე არ საუბრობენ, რომ ქართველი ერის უმრავლესობა გაიგოს რა არის სიმართლე, რაღაც გაუგება რაღაც იმეებს, რა ქვია, გაერთიანებებს ქმნიან პუჩისტებთან ერთად. როგორც პროდასავლური მხარე, ისე პროკრემლისტური მხარეზე. როგორ შეიძლება სადაც იდგება დევი ჭანკოტაძე, აკია ბარბაკაძე იქ იდგეს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ბიმურზა დადეშკელიანი და მრავალი სხვა უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ან ქართული ოცნების მხარეზე ბიძინა გიორგობიანი და სხვა ასე მრავალი უზენაესი საბჭოს დეპუტატები შეერწყნენ სისტემას, კვლელ სისტემას, რომელიც კლავს ქართულ სახელმწიფოსა და ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს, ქართველი ერის გენოციდს. ეს ჩვენი კატასტროფა დემოგრაფიული, ყველაფერი 1991-92 წლების გადატრიალების შედეგია. და დღეს როდესაც თითეული ქართველი უნდა დადგეს იქ, რომ
დანაშაულებრივმა რეჟიმმა ცნოს ეს სახელმწიფო დანაშაული და ის დამნაშავეები ყველა იყოს წარდგენილი სამსჯავროზე იმის მაგივრად კვლავ ისინი გუმართავენ და ქართველი ერი ხდება დანაშაულის თანამონაწილე ამ დანაშაულებრივი პოზიცია ოპოზიციის გვერდზე საკუთარი ნებით თვითონ ხდება დანაშაულის წევრი საკუთარივე ოჯახის საკუთარი ნათესავების საკუთარი მომავლის გენოციდისა თორე 1991 წლის 11 წელი ერთ-ერთი უძლიერესი წელი იყო შობადობით 132,000 ქართველი დაიბადა 1991 წელს ეროვნული ხელისუფლების პერიოდში ყველაზე მეტი 100 წლიან ისტორიაში საქართველოსა საბჭოთა კავშირშიც კი არიბადებოდა იმდენი რამდენიც დაიბადა თავისუფალ დამოუკიდებელ აღდგენილ საქართველოს რესპუბლიკაში 132,000 ზუსტად არ მახსოვს 132,000 თითქმის 133,000 ახალი სიცოცხლე მოევლინა ქართულ სახელმწიფოებრიობას და დღეს ფარისევლობის მეტი არაფერი არ მედის როგორც სარწმუნოებრივი ისე ეგრეთ წოდებული ეროვნული მოძრაობის მიერ გვერდსულიან ბატონის ზვიად გამსახურდიას იმ უდიდეს დანატოვარს ქართული სახელმწიფოებრიულ პრეამბულას სადაც ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა არის მართველი პარტია იურიდიული ხელისუფალი ქართული სახელმწიფოებრიობისა ხოლო ქართველი ერი უმაღლესი ძალაუფალი ქართული სახელმწიფოებრიობის მაგრამ ქართველი ერი უარყოფს თავის ძალაუფლებას ქართულ სახელმწიფოებრიობასა და მიანდო დამნაშავეებს საკუთარი თავის საკუთარი ბედის ანაბარად შევარდნაძეს სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილს და საკუთარი წმენა დაკარგა წმენა საკუთარი თავისა თორე რითი ჯობიან რომელიმე თითეულ ქართველს თუ ქართველი იწამებს საკუთარ თავს რომ მას შეუძლია როგორც საკუთარი პატარა ოჯახის მართვა ისე ჩაერთოს ქართული სახელმწიფოებრიობის მართვაში და იყოს შემოქმედი ერთ-ერთი შემოქმედი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ამიტომ გთავაზობთ ჩვენ არა ჩვენი ძალაუფლებისათვის ბრძოლას არამედ თქვენი კეთილდღეობისათვის ეროვნული დარბაზისათვის ქართველმა ერმა ჩავატაროთ ალტერნატიული არჩევნები ამ დანაშაულებრივი მოღალატეობრივი არჩევნების მაგივრად და სრულიად ისტორიული საქართველოს მიწაწყალიდან სად არჩეულნი სად მოვლენილი იყვნენ დელეგატები ეროვნულ დარბაზში ხოლო ეროვნული დარბაზი სადაც ქართველი ერი იქნება ძალაუფალი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ის განაგებს თუ როგორ წარმართოს ქართული სახელმწიფოებრიობის ბედიღბალი არა ევროამერიკული იმპერიალიზმის ბრძანებით არა კრემლის არამედ ქართველი ერი იქნება ბრძანებელი და გამგებელი საკუთარი ბედისა და იღბალისა და კონსტიტუციური საქართველოს რესპუბლიკის აღდგენისა და რგვალი მაგივრ და თავისუფალი საქართველო რომელიც არის იურიდიული ხელისუფლება მისი დაბრუნება რეალურად გადაჭრის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის წინაშე მდგარ ყველა ამოცანას საგარეოს თუ საშინაოს და ერთხელ და სამუდამოდ მოიღება ბოლო ქართველი ერის წამებას გენოციდს მისგან მიმართულ დემოგრაფიულ კატასტროფას ქართველი ერის გამოსახლებას
გამოსახლებებს იმ ხაფანში, რომელშიც 33 წელიწადია სხვადასხვა უზურპირებული ხელისუფლების შედეგად ქართველი ერი მოაქცია ხაფანში და სიღარიბეში ხდის სულს. იძულებით დევნილი გახადა ქართველი ერი საკუთარი სახელმწიფოდან. 2 მილიონი ქართველი არის იძულებით დევნილი უცხო სახელმწიფოებში. ეს იგივეა, რასაც ერთ დროს სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიები გვიკეთებდნენ, როდესაც ანგრევდნენ ჩვენ სახელმწიფოებრიობას და მონებად აღმოსავლეთის ბაზარზე ქართველი ერი მიყავდათ გასაყიდად, დიდი თუ პატარა. ნუ თუ რითი განსხვავდება ეს? რაც დღეს ხდება, რაც ხდებოდა შევარდნაძეს, სააკაშვილისა თუ ბიძინა ივანიშვილის დროს, რითი განსხვავდება სპარსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩადენილი ის დანაშაული? დღესაც ფერეიდანში 7 მილიონი ჩვენი თანამემამულე 400 წლის წინ განდევნილი ქართველი არის საკუთარი სახელმწიფოდან, რომელიც მოელის საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნებას, საკუთარ მიწა-წყალზე, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა არავინ აი ამ უზურპირებულ ხელისუფლებაში, რათა მათ მისცეს მოქალაქეობა და ისინი დააბრუნონ საკუთარ სამშობლოში. ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ მოასწრო ეს ყველაფერი, რადგან სულ 419 დღე იარსება ეროვნულმა ხელისუფლებამ. და დღეს თუ ქართველი ერი არ იბრძოლებს საკუთარი თავისუფლებისათვის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი შვილების მომავლისათვის და ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი მამულისათვის, ჩვენ განწირული ვართ მარცხისთვის, რადგან ქართული ოცნების ფსევდო თავისუფლება არის რეალურად გაყიდვა ქართული სახელმწიფოებრიობის. რას ეძახით შვიდობას, მიწა-წყალი უცხოტობელების ხელში გადადის, არაბების, ინდოელების, პაკისტანელების, ჩინელების, რუსების და ქართველი ერი იდევნება გამოსახლებებზე სრულიად საქართველოს მასშტაბით. რას ეძახით ენა მამული სარწმუნოების, როგორ არიან ენა მამული სარწმუნოების დამცველი? ვითომ და ევროკავშირის წინააღმდეგ გაილაშქრეს, ვითომ ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ რეალურად გადახედეთ საბანკო სისტემას. რეალურად ქართული ოცნება ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკისა და ევროპის ბანკის მიერ შემოთავაზებულ გეგმას და მიზანმიმართულად ხდება ეს. ის სიტყვიერი ვითომ და ურთიერთ ქიშპი ევროკავშირის, ევროპარლამენტსა და ქართულ ოცნებას შორის ეს არის სპექტაკლი. სპექტაკლი, რომელიც 30 წელია გვიდგავენ ქართულ სახელმწიფოში უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურები და მათზე კოლაბორაციაში არსებული მოღალატეობრივი დანაშაულებრივი ოპოზიცია და უზურპირებული ხელისუფლება. თუ მათთან შერწყმული სატელიტური პარტიები, როგორც ლიბერალური, ეროვნული თუ კონსერვატორული. ამიტომ გავითავისოთ თითოეულმა ქართველმა. ჩვენი გადარჩენა არის ქართველი ერის უმაღლეს ძალაუფლად დაბრუნება და რგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო, ეროვნულ გამანთავისუფლებელი საქართველო, ქართული სახელმწიფოებრიობის კანონიერ ხელისუფლად, ხოლო სამართლებრივი სახელმწიფოს
მშენებლობა შესაძლებელია ამ შემთხვევაში სამართლებრივი ინსტიტუციებით დეპოლიტიზირებული უშიშროების ძალოვანი სტრუქტურების და დეპოლიტიზირებული სამართლიანი სასამართლოთი რათა ქართველმა თითეულმა ქართველმა თუ საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად არა ქართველმა იპოვოს სამართალი სამართლიან სასამართლოში ჩვენ თუ ერთად არ დავდგებით და არ ვიწამებთ ურთიერთისას მამაზეც იერისა ქრისტე ღმერთს კაცისას და ქრისტეში არ გავერთიანდებით ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი რათა ერთხელ და სამუდამოდ ეს კოლაბორანტი მოღალატეობრივი დანაშაულებრივი და მათთან შერწყმული აი ეს პარტიები ჩამოვაშოროთ ქართული სახელმწიფოებრიობას რომლებიც უსაზღვროდ ყიდიან ქართულ სახელმწიფოებრიობას თქვენი ეროვნული ინტერესებს ქართველი ერისას ხოლო ჩვენ ერთ მუშად შეკრული ენა მამული სარწმუნოების თითეული ქართველისთვის იქნება პარტია საქართველო ხოლო მაშინ შევძლებთ გამარჯვებას ჩვენი პარტნიორი ჩვენი მფარველი არა კრემლი არა ევროამერიკული იმპერიალიზმი არამედ ქრისტე ღმერთკაცია ხოლო ქრისტეს მფარველობის ქვეშ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი შევძლებთ სრულიად თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოს დიდი საქართველოს ისტორიული საქართველოს მშენებლობა აფხაზეთით სამაშაბლო ისტორიული შიდა ქართლით ისტორიული ჰერეთით ლორეტაშირით ართვინისა და არტანის ოლქებით ტაო-კლარჯეთით სამხრეთ სამცხეთი დვალეთით სოჭის ოლქით ეს ყველაფერი ისტორიული საქართველოა და ეს მხოლოდ ჩვენ როდესაც ერთად დავდგებით აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას და როგორც აღდგა ისტორიული სამართლიანობა 1990 წლის 11 დეკემბერს ეროვნულმა ხელისუფლებამ გაუქმა სამხრეთ ოსეთი ეგრეთ წოდებული და მას დაუბრუნა ისტორიული სახელწოდება სამაშაბლო ისტორიული შიდა ქართლი ისე ერთად ეროვნული დარბაზი და ეროვნული კანონიერი ხელისუფლება და ეროვნული პარლამენტი ერთად ფერხულში ქართველი ერი და ეროვნული ხელისუფლება ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესებისათვის იღვაწებს არა და საკუთარი კეთილდღეობისათვის დაგლოცოთ ღმერთმა ქრისტე ღმერთკაცმა ყველა წმინდა სალოცავმა თითეული ქართველი ოჯახი და ჩვენი ერთიანი ქრისტიანული უძლეველი ერთიანი საქართველო ჩვენთან არის ღმერთი